12 მაისი ექთნების დღეა. Ამ დღეს მსოფლიო აღნიშნავს. მთელ მსოფლიოში ექთანი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა. ძალიან დიდია მათი მნიშვნელობა. საქართველოში ამ პროფესიით 14000 ადამიანი მუშაობს. დღეს ერთ-ერთი მათგანი ჩვენი გადაცემის სტუმარია. წარმოგიდგენთ დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის მთავარ ექთანს ფატი ქავთარაძეს. საღამომშვიდობის ქალბატონო ფატი, მადლობა რომ მოხვედით და ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით. პირველ რიგში გილოცავთ დღევანდელ დღეს, გფარავდეთ წმინდა ანდრია, თითოეული თქვენთაგანის ოჯახს და გილოცავთ ყველა ექთანს, ულოცავ ჩვენს პროფესიულ დღეს, უსურვებ წარმატებებს პირად ცხოვრებაში, საქმიანობაში და პროფესიონალიზმს, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ. დიდი მადლობა, მე თქვენ გილოცავთ, წინსვლა და წარმატებები არ მოგკლებოდეთ არასოდეს და აქვე ჩემი პირველი შეკითხვაც. რამდენი წელია, რაც ამ სფეროში მოღვაწეობთ და ამ პროფესიას ემსახურებით? 2008 წელს დავამთავრე საჩხერეში, საექთნო კოლეჯი. პროფესიით ვარ ბებიაქალი. შემდეგ გადავემზადე არაერთი პროფილით, ზოგადი საექთნო ექთნის პროფილით და 17 წელია უკვე ვემსახურები ჩემს პროფესიას, მე ამაყება. თითოეული პაციენტი არის ჩემი სული და გული. და ალბათ რო დავბრუნდე უკან ისევ ცხოვრებაში და დავიდე მაინც თავიდან აირჩევდით ამ პროფესიას? აუცილებლად, იმიტომ რომ დღითიდღე წმუნდები რომ ეს არის ის ადგილი, სადაც მე სიამოვნებს, მიამაყება და მინდა რომ ვიყო. და ბოლომდე იხარჯებით. და ბოლომდე ვიხარჯები, რა თქმა უნდა. აი, რატომ გააკეთეთ არჩევანი მაინცა და მაინც ბებიაქალობაზე, ექთნობაზე, ვინმე ყავდათ ოჯახში თუ ეს თქვენი სურვილი იყო? არა, სხვათა შორის, როცა სკოლა დავამთავრე, ჟურნალისტობა მინდოდა. ჩაბარებული მაქვს გპ-ში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. პირველ კურსზე მომიწია დატოვება მამის ავადობის გამო. და მამის უეცარმა გარდაცვალებამ მიბიძგა, რომ ყოფილიყავი ექთანი. გააზრებული მქონდა თავიდან ის ფაქტი, რომ თუ ექთანი იქნებოდა იმ ადგილზე, სადაც მამა გარდაიცვალა, სამწუხაროდ მე ვიყავი და ხელფეხშეკრული ვიყავი, იმიტომ რომ არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. არც ცოდნა არ მქონდა საამისო, არც პრაქტიკული უნარჩვევა, რითაც შეიძლებოდა მამას დავხმარებოდი. და ამან გადამადგმევინა პირველი ნაბიჯი და პირველი ბიძგი მომცა საექთნო მიმართულებისკენ და დამარწმუნა იმაში, რომ თუ ადამიანი უცებ ცუდად გახდება, პროფესიონალი ექთანით შეძლებს მის გადარჩენას. ანუ პირადმა თქვენმა ტრაგედიამ გიბიძგათ ამ ნაბიჯისკენ და როგორც თქვენი საუბრიდან მივხვდი, არც არასოდეს ქონიათ სინანულის გზნობა, რომ სხვა პროფესია არ არჩიეთ. სინანულის გზნობა ნამდვილად არ მქონია, პირიქით ზოგადად ჯანდაცვის სფერო ისეთია, მუდმივ განვითარებას ითხოვს. და ვცდილობ 24/7-ზე რაღაცა მოვიძიო, განვითარდე. რა თქმა უნდა, ამაზე ზრუნავს თითეული ჯანდაცვაც და თითეული ქსელიც, მაგრამ ჩვენი ორგანიზაციაც ძალიან ვიანი ორიენტირებულია იმაზე, რაც შეიძლება მეტად განვითარებული ექთანი ყავდეს და დღესაც მიმდინარეობს უწყვეტი საექთნო განათლების მოდულები სხვადასხვა პროფილით. თუმცა მეც რაღაცა სულ უკმარისობის შეგრძნება მაქვს და სულ მინდა მეტად ჩავიდე და მეტი შევიძინო და მეტი გაუზიარო ჩემს დაქვემდებარებაში მყოფ ექთნებს. კი ბატონო, აი, რამდენად რთულია თქვენი პროფესია? ცხოვრებაში მარტივი არაფერი არ არის. მით უმეტეს საექთნო საქმე, როცა პაციენტის ჯანმრთელობა გაბარია. როდესაც მოდის დედა და მოყავს თავისი ჩვილი და განდობს. მოდის ადამიანის დასრული თუნდაც და მისი სიცოცხლეზე პასუხისმგებელი შენ ხარ. ეს არის პროფესია, სადაც შეცდომები არ გეპატიება, არც დაშვება არ შეიძლება. და ძალიან დიდ პროფესიონალიზმთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიის წარმომადგენელი ხართ, იმიტომ რომ თითოეულ პაციენტს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა, სჭირდება მას განსაკუთრებული მზრუნველობა. აი, წამლების გარდა პაციენტს ეხმარება თუ არა მეტპერსონალის დამოკიდებულებაც გამოჯანმრთელებაში. თქვენ რა სიტყვით და თქვენი ამ 17 წლიანი დაკვირვების მანძილზე რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს დამოკიდებულებას პაციენტთან? ჩვენ ვართ პირები, ვინც ვართ არა მარტო ექთნები. თითოეული პაციენტის დიაგნოზი კლინიკაში მყოფის თუ გარეთ ოჯახში მყოფის შეიძლება იყოს სხვადასხვა, ან ერთი. ძირითადად ერთი შეიძლება იყოს დიაგნოზი, მაგრამ პაციენტია ინდივიდუალური თვითონ და მას სჭირდება ინდივიდუალური მოვლის გეგმა. გეგმის შემუშავება ექთნის მხრიდან.
გარდა იმისა, რომ ეგთანი არის პირი, ვინც უკეთებს მედიკამენტს ადმინისტრირებას, აკეთებს სხვადასხვა საექნო манипуляციას, ამასთანავე ეგთანი არის პირი, ვინც არის კომუნიკაბელური, ვინც მუშაობს პაციენტის ფსიქოემოციურ სტატუსზე, მდგომარეობაზე, არის მომვლელი, ამასთანავე მარტო манипуляციის გაკეთება არ არის საექნო საქმიანობა, არის ასევე მოვლაც. ხშირად უთქვამს ჩვენი ექთნებისთვის პაციენტებს, რომ თქვენ მე რო ეხლა მომიარეთ, манипуляცია აღარ გამიკეთოთ, რატო არ შეიძლება? ეს ჩვენი საქმიანობაა. პაციენტის მოვლა, პაციენტის საექნო манипуляცია, მედიკამენტის ადმინისტრირება ეს არის ყველაფერი ერთთავმოყოლი ექიმის დანიშნულების სწორად მართვა. ეს არის ერთიანი ჯაჭვი, რომელიც პატარ-პატარა რგოლებით ერთმანეთთან არის დაკავშირებული და იქნება წრედი. ჩვენ გვიწევს დედებთან მუშაობა, ჩვილებთან მუშაობა, ხადაზმულებთან მუშაობა. ეს მინდოდა მეკითხა პაციენტის პატრონთანაც თქვენ გიწევთ ურთიერთობა და რამდენად ადვილია სტრესულ მდგომარეობაში პაციენტის პატრონის დამშვიდება, მასთან კონტაქტი? ძალიან რთულია. პაციენტი არის ყველა ინდივიდუალური. ყველას აქვს თავისი გაღიზიანების ფაქტორი სხვადასხვანაირად გამოხატვის უნარი აქვს. ტკივილს ყველა აღიქვავს სხვადასხვანაირად. არის ადამიანი და არის პაციენტი, რომელიც ტკივილს ითმენს და მოთმენადია მისი ტკივილი, მაგრამ არის პაციენტი, რომელიც ოდნავ ტკივილზედაც რეაგირებს და გაღიზიანებულია. მე მაგალითად ჩვენ გვიწევს ესეთი პაციენტების დამშვიდებაც, დაწყნარებაც და ხშირად უთქვამთ, რომ აი წამაზე უფრო თქვენი სიტყვა მომიხდაო და ეს არის ყველაზე ძალიან მნიშვნელოვანი. კი ბატონო, იმერეთში ახლა თქვენთვის უცხო არ იქნება ეს გამოთქმა, გავრცელებულია ისა ჯერ სიტყვით მომარჩინა და მერე წამლით, ხო? კი, რა თქმა უნდა. ძალიან შრომა ტევადი საქმე გაქვთ, კი ბატონო, ამაზე შევთანხმდით და ბარემ აქვე მინდა რომ ისაუბროთ იმ სირთულეებზე, რისი გავლაც უწევს ექთანს. ეს არის რამდენიმე საათიანი მორიგეობა. და კვირაში მე ვიცი რომ თქვენ ხშირად მორიგეობთ და ძალიან საპასუხისმგებლო საქმე გაქვთ საკუთარ სუსტ მხრებზე დადებული. ადვილია თუ არა, აი ვთქვათ, როცა მორიგეობ ადამიანი და რაღაც სტრესული შემთხვევა, მე ვიცი რომ თქვენ ჩვეულებრივი ადამიანები ხართ მედიკოსები და განიცდით ყველაფერს და თქვენთვისაც რთულია მძიმე შემთხვევასთან შეჯახება და ამის მერე ჩვეულებრივ ვთქვათ აგრძელებთ მეორე დღეს, ეს თქვენ თუ გსტრესავთ თვითონ, თუ მიეჩვიეთ უკვე და უბრალოდ პროფესიონალურად უდგებით ამ ყველაფერს? ყველა ადამიანი ალბათ თავის ფსიქოემოციურ სტატუსს სხვადასხვანაირად გადმოსცემს. ჩვენ, აი, ჩემ თავზე ველაპარაკებ, იმიტომ რომ არაერთი შემთხვევა მქონია სიხარულის, არაერთი შემთხვევა მქონია მწუხარების, ბევრი პაციენტი აი ყველა შეიძლება არა, მაგრამ არის პაციენტები, რომლებიც დღემდე მახსოვს და ჩემი მეხსიერებიდან და ჩემი თვალსაჩინოდან არ ამოიშლებიან ესეთები. რამდენიმე მაგალითს მოვიყვანთ თქვენის ნებართვით. სულ ახალი ექთანი ვიყავი, მონათლული ექთნად, ესე რომ ვთქვათ. ჰქონდა ესეთი შემთხვევა, ხელოსანი ბიჭი, 40 წლის, რომელიც მოიყვანეს დრაბილკის ქვა ჰქონდა მოხვედრილი თვალში. ფაქტიურად ეს თვალბუდი ხო მთლიანად დაზიანებული ჰქონდა, ძვალიც და აი თვითონ თვალის მასა, გუგა რაც არის, ეს იყო რაღაცა თხევად მასად უკვე წარმოქმნილი. იმდენად ღრმა იყო ჭრილობა და დაზიანების ხარისხი იყო ძალიან მძიმე. ნუ რა თქმა უნდა, მე მაშინ ქუთაისში არ მუშაობდი, რაიონში მუშაობდი და გაკეთდა რეფერალი და ეს პაციენტი გადავიყვანეთ, მაგრამ ტკივილისგან შეღონებული ეს პაციენტი თავის ჯანმრთელობას კი აღარ ნერვიულობდა, ანუ იმას, რომ რა იქნებოდა შემდგომი, დაკარგავდა თვალს, არ დაკარგავდა, აღუდგებოდა მხედველობა, არ აღუდგებოდა. პაციენტი იყო დასაოჯახებელი და ამბობდა, ხუმრობაში გადაქონდა ეს ყველაფერი, იუმორის გრძნობას მაშინაც არ კარგავდა და ამბობდა, რომ ორ თვალას არავინ გამომყვა და ცალ-თვალს ვიღა გამომყვება. ნუ დავამშვიდეთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ფსიქოლოგებიც ვართ. თვალი დაკარგა კი, ძალიან ბევრი წლების მერე ამ ბიჭმა თვითონ მომიძია და მადლობის სათქმელად მოვიდა და მითხრა, რომ მაშინ როცა ჩემს გვერდით არავინ არ იყო, ჩემიანი, ჩემი ოჯახის წევრი, თქვენი სიტყვები არ დამავიწყდება არასოდეს და თურმე თვალი არა. პიროვნება ყოფილა მნიშვნელოვანია და დღეს ის ბიჭი დაოჯახებულია, ორი შვილის მამა არის და მე მისი ერთ-ერთი შვილის ნათლია ვარ.
ასე ამოვნო ფაქტია, მე ჩამრჩა გონებაში თქვენს მიერ ნათქვამი სიტყვები, რომ ყოფილიყავი სამედიცინო განათლებით ექთანი შემეძლებოდა მამა გადამერჩინაო და რა მდგომარეობა იყო და რა სიტუაციაში აღმოჩნდით? ახალი გათხოვილი ვიყავი, ახალი დაოჯახებული. როდესაც პირველად მე და ჩემი მეუღლე მოვედით ოჯახში, საიდანაც გავთხოვდი, აგვისტო იყო, აგვისტოსა და სექტემბრის გადასვლის პერიოდი, სექტემბრის დასაწყისი, აგვისტოს ბოლო რიცხვებისთვის, ესე ზუსტად თარიღი არ მახსოვს. და მამამ თქვა, რომ მე ახალ ხილს მოგიტანო ბაღჩიდანო. როდესაც სავსე კალათი ამოიტანა ეზოში ვისხედით ყველა ბუნებაში და თქვა, რომ უცებ თქვა, რომ ცუდად ვარ. და ცუდად, ანუ წნევის გაზომვაც ვერ მოვასწარით, დავაწვინეთ უბრალოდ და გულით გარდაიცვალა. ეს იყო ალბათ. აი თქვათ, რომ იქ მედიკოსი ყოფილიყო, მაშინ რა დახმარება შეეძლო გაეწია მედიკოსმისთვის? ნახეთ, მე არ ვიცოდი პირველადი დახმარების გაწევა როგორ შეიძლებოდა. გულფილტვის რეანიმაცია რას ნიშნავდა? შეიძლება მამის გარდაცვალებას ვერაფერს ვერ ვუზამდი და ვერ შევაჩერებდი ამ პროცესს, მაგრამ ჩემ გასაკეთებას მაინც გავაკეთებდი პირველად დახმარებას გავუწევდი, რითაც დროს გავახანგრძლივებდი. მოვიდოდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, კლინიკამდე გადაიყვანდა და რაღაცა ეს პერიოდი გახანგრძლივდებოდა, ხო, ესე უცებ წუთებში ხო შეიძლებოდა არ მოგტარიყო, ამას ვფიქრობ დღევანდელი გადასახედიდან. ალბათ ბევრჯერ გიფიქრიათ, რომ საინტერესო იქნებოდა ეს ყველაფერი, ისე როგორც უცხოეთში, საქართველოშიც ისწავლებოდეს პირველადი დახმარების აღმოჩენა. საქართველოს ჯანდაცვას დაწყებული აქვს ისეთ მნიშვნელოვან ობიექტებზე, როგორიც არის ენერგოპრო, ანუ დიდი მსხვილი კომპანიები და დაწესებულებები დაწყებული აქვს, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის სწავლება, რომელიც ქუჩაში მოსიარულე ყოველმა მეორე პირმა უნდა იცოდეს. ნებისმიერ დროს შეიძლება ვინმე დაგვიკოლაფსდეს, წნევა დაუვარდეს, გლუკოზა ან ჰიპერი ან ჰიპოქონდეს. და უნდა იცოდეს ქუჩაში მოსიარულე ნებისმიერმა ადამიანმა, სანამ სასწრაფო დახმარების ბრიგადა მიეშურება, როგორ დაეხმაროს ესეთ სიტუაციაში მყოფ პაციენტს. ჩვენ ვასწავლით კოლეჯებში ბავშვებს, უკვე 5 წელია კოლეჯ კავკასიონის პროფესიული მასწავლებელი ვარ და ვასწავლით ამ ყველაფერს გადაუდებელ დახმარებას სხვადასხვა ჩივილების დროს, მწერის ნაკბენის დროს, ალერგიის დროს, ესეთი გონების კარგვის დროს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მოდით ერთ შემთხვევა განვიხილოთ, ქუჩაში ვთქვათ გონება დაკარგა ადამიანმა, როგორ ვიქცევით? პირველ რიგში პაციენტი, ადამიანი, რომელმაც სულ პაციენტი მახსოვს, იმიტომ რომ სულ პაციენტებს ამაკ შეხება, პირველ რიგში აუცილებელი არის ადამიანი, რომელსაც ვხედავთ, რომ გონებას კარგავს, უსაფრთხოდ დავაწვინოთ დაბლა. ანუ ისე არ დაეცეს, რომ კიდე რაიმე ტრამვა დაემართოს. ისე არ დაეცეს, რომ რაიმე ტრამვა დაემართოს. ხშირია ეპილეფსიური გულყრები ქუჩაში და ხშირად მსმენია ხოლმე, რომ აი და შავი დააფარეთ, პირი გააღებინეთ, ენა არ ჩაყლაპოს, ენას არ ყლაპავს ადამიანი, ენას აქვს თავისი საფიქსაციო ლაგამი, რისი საშუალებითაც დამაგრებულია ქვედაყბაზე, არ შეიძლება ადამიანმა უბრალოდ ენა რო ჩაყლაპოს და შავი არაფერ შუაში არ არის, უბრალოდ ამ დროს თავი რაც შეიძლება ისეთ საგანზე, თუნდაც ტანსაცმელზე, ქურთუკზე, ჩანთაზე დავადებინოთ, რომ ეს თავის მოძრაობის პერიოდი არ კონდეს ისეთი, რომ დაბლა ასფალტს დააჯახოს და ტრამვა მიიღოს და თავი გვერდზე უნდა გადაუწიოთ ამ შემთხვევაში, რომ ღებინება არ დაემართოს და თავისმა ნაღებინებმა მასამ არ დაახჩოს. კი ბატონო. აი ვთქვათ, არა ეპილეფსიანი ადამიანი დაეცა და წაუვიდა გონება, როგორ ვიქცევით ამ დროს? ვაწვენთ. დიახ. ნუ არ ვიცით რა თქმა უნდა, რაჭირს უჭმელია რაჭირს. ამ შემთხვევაში და შიშველი ხელებით ვართ და ბევრს ვერაფერს ვერ გავაკეთებთ, იმიტომ რომ ანამნეზიც არ ვიცით პაციენტის, ისევ და ისევ უსაფრთხო დაწოლა და თავი რომ სასუნთქი გზა არ დაკეტოს ენა. გასაგებია. თავი უნდა გადაუწიოთ, რომ ენამ თავისი საწყისი პოზიცია დაიბრუნოს და სასუნთქი გზები არ დაველოდოთ სასწრაფოს მოსვლა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ამის პარალელურად
ვინმე ვინც არის ირგვლივ უნდა დამოუხმოთ, რომ დაგვეხმაროს, გამოიძახოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. იცვლება ტექნოლოგიები, ვითარდება მსოფლიოში სამედიცინო ტექნიკაც, მიდგომებიც, გაიდლაინებიც იცვლება მკურნალობის და ასე შემდეგ და მე მინდა გკითხოთ თქვენ როგორც ექთანს, რამდენად ხშირად გიწევთ ახალი ინფორმაციისთვის, თქვა ტრენინგების გავლა, რაიმე სწავლებებში მონაწილეობის მიღება, რამდენად ხშირია, თქვა, ესეთი სიტუაციები, როცა თქვენ სიახლეებს სწავლობთ. ჩვენ როგორც გითხარით, რამოდენიმე წუთის უკან კორპორაცია ვიანი, კომპანია ვიანი მუდმივად ზრუნავს საერთო ნაწილის განვითარებაზე, პროფესიულ განვითარებაზე და ზრდაზე. ჩვენთან ახლა მიმდინარეობს რამოდენიმე მოდული. სულ ერთი თვის უკან დავთავდა რესპირაციული თერაპისტის ექთნის საექთნო კურსი. რჩეული ექთნები, რომლებმაც მიიღეს მაღალი ქულა, იყვნენ იტალიაში წასული პადუას კლინიკაში და სადაც გაიარეს პრაქტიკული უნარჩვევებს დაეუფლნენ იქ თეორიული სწავლების შემდეგ. ეხლა მიმდინარეობს ქირურგიული პაციენტის საექთნო მოვლა, თერაპიული პაციენტის საექთნო მოვლა, ტრამბული პაციენტის საექთნო მოვლა და ეტაპობრივად არ შემიძლია უბრალოდ რომ არ ვთქვა, იმიტომ რომ როგორც ჩვენ პროფესიულ განვითარებაში, ასევე საექთნო პროფესიის განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის თითქმის ლომისწილია ჩადებული ქალბატონი თამარ დაუსის წვლილი. არაერთი სადღაც 17 საექთნო ლიტერატურა დევს ელექტრონული ვერსია, რომელიც შეუძლია ნებისმიერმა ექთანმა ჩამოტვირთოს, გაეცნოს, განვითარდეს პროფესიული თვალსაზრისით და გადმოიტანოს პრაქტიკულ უნარჩვევაში ეს ყველაფერი. ამ მოდულების დასრულების შემდეგ სხვა მოდულები იწყება უკვე მიანობის ლიტერატურული სახელმძღვანელოც არის შექმნილი, არის პედიატრიული პაციენტის საექთნო მოვლა, ანუ ძალიან ბევრია, გერიატრიაც არის, ფსიქიატრიაც არის და ძალიან ბევრი სულ 17 სახელმძღვანელოა, რის მეშვეობითაც თითეული ექთანი ვითარდებით როგორც პროფესიულად, ასევე პრაქტიკულად და ვეუფლებით ამ ჩვენ დარგობრივ სტრუქტურაში განვითარების მაღალ საფეხურებს ვაღწევთ. როგორი პროფესიული გარემო გაქვთ თქვენ? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს, სადაც მუშაობს ექთნისთვის. პირველ რიგში გარემო, სადაც მუშაობ, არ უნდა იყოს სტრესული და ესეც არის. ყველაფერი, ყველა ტიპის აღჭურვილობა, სამედიცინო და არასამედიცინო, რაც ჭირდება ექთანს, არის აღჭურვილი ჩვენი კლინიკა და ჩემს ექთნებს ძალიან ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ ყველანაირი ტექნიკური და პროფესიული უნარების გამოსამჟღავნებლად და პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად ყველა ბერკეტი აქვთ იმისთვის, რომ გამოიყენო. ცნობილია, რომ ექიმები არიან ძალიან ცუდი პაციენტები თავად. ექთნები როგორი ხალხი ხართ? ღმერთმა უნდა გაჭიროთ მკურნალობა? ნუ დაგაჭიროს, ცოტა ისეთი თემა არის, ყველაფერს გეგმავ ადამიანი ჯანმრთელობის გარდა. და როდესაც შემომთავაზეს პროფესიული მასწავლებლობა კოლეჯში, დავთანხმდი ეგრევე და რატომ? იმიტომ რომ არ ვიცი, როდის გავხდები ცუდად. და გინდათ რომ კაი იყოს, რომელიც პროფესიონალურად მოგემსახურებათ? როგორც შვილი გინდა გააზარდო, კარგი და გამოგადგეს, ესია, მე პასუხისმგებელი ვარ ჩემ ექთნებზე და ჩემ სტუდენტებზე. როგორაც გავზდი, ალბათ ისეთები გაიზრდებიან. ნუ ყველა დედას როგორც უნდა აი, რამდენად პასუხისმგებლიანი არიან ის ახალგაზრდები, რომლებსაც თქვენ ასწავლით და რომლებიც შემდგომ ექთნებათ უნდა ჩამოყალიბდნენ? ნახეთ, პასუხისმგებლიანები არიან, მოტივირებულებიც არიან, უნდათ დაეუფლონ და უნდათ ისწავლონ, თუმცა დაინტერესება აქვთ სხვა უფრო. აი რა. როცა საუბრობთ ლექციის იქეთ, ყველა იძახის, რომ კლინიკაში დასაქმება არავის არ უნდა. უნდა ესთეტიულ ცენტრებში. გასაგები. ლაზერულ თერაპისტებად, მიდიან საზღვარგარეთ, სადაც ცოტა უფრო მეტი ანაზღაურებადია. ეს მინდოდა მეკითხა, ცოტა ბოლოსთვის მოვიტოვე. კი, და ანუ ყველა ცდილობს, რომ დასაქმდეს უფრო ლაითი საქმიანობით. და არა ესე საპასუხისმგებლო საქმე. ანუ მარტივი და მეტი შემოსავალი. მარტივი, ოღონდ მეტი შემოსავლის წყაროს ეძებს ყველა. და ადამიანები, რომლებიც ემსახურებით საექთნო საქმეს, ხართ ძალიან დაკავებულები, ხართ დატვირთულები, გიწევთ ღამეების თენება, ინდივიდუალურად თითოეული პაციენტის მომსახურება, განკურნება.
იული ნამდვილად არ არის რამდენიმე პაციენტს ერთდროულად სხვადასხვა დანიშნულება მიაწოდო, ისე რომ არ აგერიოს, არც პაციენტი დაღუპო, არც საკუთარი თავი გამოაჯამრთელო. ამ ყველაფერს, როდესაც ადამიანი აკეთებს კეთილსინდისიერად, რამდენად შესაბამისი გაქვთ ანაზღაურება? საქართველოში რა ხდება ამ მხრივ? მე მსმენია რომ ეკთნებს დაბალი ანაზღაურება აქვთ და მე ისიც ვიცი რომ ფონდი ამ გამოცდილი ეკთნებისა ქვეყნიდან გავიდა, იმიტომ რომ ურჩევნიათ სხვებს მოუარონ და იქ გაცილებით ადეკვატური ანაზღაურება აიღონ, ვიდრე ვთქვათ იმ შრომას უფასებენ, რასაც დღეს საქართველოში ეკთნის ხელფასი ჰქვია. მე ვფიქრობ, არც ერთ პროფესიაში ანაზღაურება არ არის იმის შესაფერისი, რასაც ადამიანი შრომობს. ეს არა მარტო საექთნო საქმეში. აი რომ მკითხოთ ახლა რა გინდა რომ იყოს თქვენი ანაზღაურება, რა გიღირს თქვენი ანაზღაურება, მე თანხას ვერ დავასახელებ. მაგრამ ისიცით რომ იმაზე მეტი გჭირდებათ და გეკუთვნით, იმიტომ რომ მიხარჯებით ბოლომდე ვიდრე გაქვთ. საჭიროება ზოგადად ადამიანს იმაზე მეტი აქვს ვიდრე შემოსავალი. ეს ყველა სფეროში ასია. მე ვფიქრობ, რომ ჩემი ანაზღაურება ნამდვილად, ადეკვატურია ჩემი შრომის. მაგრამ არც ერთი სამსახური ეს არ არის. მაშინ უნდა დაითვალოს საშემოსავლო კალათის მიხედვით, ანუ რაც გაქვს მინიმუმი რაც არის. ფასები იმდენად სწრაფად გარბის ყველაფრის. ვერანაირი ხელფასით ვერ დაეწევით საქართველოში. ხელფასით ვერ დავეწევით. კი ბატონო, არიან ეკთნები, რომლებიც როგორც თქვენ ბრძანეთ, კი ბატონო, ბრძანეთ. ჩვენს პროფესიაში, რაც მინდა, უბრალოდ ძალიან შემაწუხებს რო არ თქვა. ჩვენს პროფესიაში ანაზღაურება არ განსაზღვრავს ჩვენს საქმიანობას და ხარისხს. ანაზღაურება არ გიცვლის პასუხისმგებლობას. დიახ. ეს არის პროფესია, სადაც პასუხისმგებლობა დგას ყველაფერზე მაღლა. კი ბატონო, მართალი ბრძანდებით. მე მინდოდა ახლა თქვენთვის მეკითხა, თქვენ ხართ მთავარი ეკთანი და თქვენ კარგად იცით, რა სხვაობა აქვს, თქვათ, იმ ეკთნებსა და იმ ეკთნებს შორის, რომლებიც ჩვეულებრივ ნემს უკეთებენ, წნევას უზომავენ და თქვათ, შედიან საოპერაციო ბლოკში და ეხმარებიან ქირურგებს. სამწუხაროდ ყველა პაციენტი, რომელიც ოპერაციას იკეთებს, მადლობელი არის ყოველთვის ექიმის და ექთნის როლი არ ჩანს. ასევე არ ჩანს იმ ექთნის როლი, რომელსაც პაციენტი ვერ ხედავს, მაგრამ ექთანია. საოპერაციაში შესულმა პაციენტმა საოპერაციოს ექთანი შეიძლება დაინახოს დაძინებამდე ან გაღვიძების მომენტში. მაგრამ ექთანს, რომელიც სტატუსით ექთანია და აკეთებს საექთნო საქმეს, პაციენტი ვერ ხედავს და ყოველთვის ჩრდილში არიან ეს ხალხი და ესენი არიან სასტერილიზაციოს ექთნები. კი ბატონო, რომლებიც ზრუნავენ ექთნები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საოპერაციაში ჩატარებული ნებისმიერი ოპერაციის სტერილობაზე. ბიქსების სტერილობაზე, იარაღის სტერილობაზე და ასე შემდეგ. იმ გართულება არ მოხდა ეს ოპერაცია. რა თქმა უნდა, როგორი ძლიერი ქირურგი ჰაერსაც ამოწმებთ, ხო? ყველაფერს ვამოწმებთ. როგორი ძლიერი ქირურგიც არ უნდა იყოს, თუ ექთანმა, რომელმაც ეს იარაღი, ბიქსი, რომელიც შევიდა საოპერაციაში, არაკეთილსინდისიერად გაასტერილა, ანუ ჯერ რეცხვა უკეთდება, შემდეგ დეზინფექცია, შემდეგ იწყობა და ბოლო პროცედურა არის სტერილიზაცია. ეს პროცესები თუ სწორად არ მართა, ვერანაირი ქირურგის ოპერაცია ვერ იქნება წარმატებული, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს. კი ბატონო. კიდევ ერთ შეკითხვა მაქვს. მე მინდა გაიხსენოთ ის წლები, როდესაც თქვენ უკვე თეთრი ხალათით შეხვედით კლინიკაში და პირველი ნემსის გაკეთება მოგიწიათ. გქონდათ ამაზე გართულება, თუ მანამდეც იცოდით ნემსის გაკეთება და ხშირად მსმენია ხოლმე, რომ კარგი ექთანი ის არის, ვინც ვენაში შედის ადვილად, არის ხოლმე გამოთქმები, რა მძიმე ხელი აქვს, ან პირიქით ვერ გავიგე ნემსი, ისე გამიკეთა და ამ ყოფით რაღაცებზე მინდა ვისაუბრო. კიდე ცოტა შორიდან დავიწყე. კი ბატონო. ჩემი ბიცოლა იყო ექთანი. დედას არ უნდოდა, რომ ზოგადად მისი შვილები ყოფილიყვნენ ექთნები, ექთანი ყოფილიყო, ეს სამი დედმამიშვილი ვარ, ჩვენ სამწუხაროდ ძმა მაკლია და ჩემი დაც ექთანია. და უნდოდა, რომ ყოფილიყვნენ მისი შვილები მასწავლებლები. რაღაცა მასწავლებლობა მიეჭდა, რაღაცა ისეთ პროფესიად, რომ
აი ყველა მაინც ხო აუსრულეთ, ხო კითხულობთ ლექციებს. ყველა აი მაგისი თქმა მინდოდა. აუხდა დედაჩემს ოცნება რა თქმა უნდა. ვარ ტრენერიც, ვარ პროფესიული მასწავლებელიც და ვარ ექთანიც. ანუ სამი რაღაცას თავმოყრა გვაქვს. ძალიან ბედნიერია ხოლმე და ხშირად ბავშვებს ეუბნებაო, დედა შენის მეშინოდეს თუ მიხაროდეს მისი ეს ყველაფერი უკვე ვეღარ ხვდებიო. და პირველი ნემსის გაკეთება ჩემი როგორც ყველა ექთნის, ესე პირდაპირ აიღე მედიკამენტი მიდი პაციენტთან არ არის. იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ შენ პაციენტის სიცოცხლეს ეხები, თვითონ პიროვნულად იმ ადამიანისთვისაც პირველი манипуляცია არის სტრესული. რაღაც ფორი აქვს, შფოთავ, რამდენად კარგად აკეთებ. შეიძლება თეორიული ცოდნა ამისი ყველაფერი გაქვს, მაგრამ პრაქტიკულში ამის გადატანა ცოტა რთულია. ამიტომ მეც ესე მქონდა ჩვენ როდესაც გადავემზადეთ და შეუდექით საექთნო საქმიანობას, უკვე შემდგარი ექთნები ვიყავით, პრაქტიკული უნარჩვევები გავლილი ჰქონდა მულაჟებთან, რომლებიც ლაპარაკობდნენ, იცინოდნენ, ტიროდნენ, რეაგირებდნენ და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ამისთვის ქალბატონ თამარ დაუს, მე მისი სკოლა მაქვს გავლილი და მე უკვე მივედით პაციენტთან. ეს ძირითადი ნაწილი შფოთის, ნერვიულობის, სტრესის მოხსნილი გაქვს, როდესაც მიდიხარ პაციენტთან, უკვე შემდგარი ხარ, მაგრამ მაინც შენს გვერდით არის ყოველთვის ადამიანი, ვინც კურირებს ამ ყველაფერს, გიდგას გვერდით, გამხნევებს და აკონტროლებს შენ თითოეულ манипуляციას გაკეთებულს. ანუ არ ინერვიულეთ პირველი ნემსის გაკეთებისთვის. ნუ არ ვინერვიულეთ ხო ვერ მოგატყუებთ, მაგრამ უფრო ცოტა ვინერვიულე და ცოტა ნერვიულობის ფაქტორი მქონდა, ვიდრე ესე ვიღაცას მოეცა და მიდი გააკეთე და არა. არ შეიძლება ესე. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ რომ მოხვედით, იყავით ჩვენი სტუმარი, კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენს პროფესიულ დღეს, თქვენს და თქვენს კოლეგებს, გისურვებთ წარმატებებს, რაც შეიძლება მეტ გამოჯამრთელებულ პაციენტს და რა თქმა უნდა პროფესიულ წინსვლას გისურვებთ. კიდევ ერთხელ მადლობა, დაგემშვიდობებით. მადლობა თქვენ რომ მომიწვიეთ და თქვენი გადაცემის სტუმარი გავხდი. კიდევ ერთხელ მადლობა ამისთვის, კიდევ ერთხელ გილოცავთ წმინდა ანდრიას ხსენების დღეს, გვფარავდეთ და კიდევ ერთხელ ულოცავ ჩემ ყველა კოლეგას, ექთანს, მოქმედს თუ უკვე უხუცეს, რომელმაც არაერთი ექთანი გაზარდეს, არაერთ ექთანს ულიდერეს და უსურო მომავალ ახალგაზრდებს, სტუდენტებს უფრო მეტი შემართება, უფრო მეტი мотиваცია, უფრო მეტი მიზნისკენ სწრაფვა და ყველაფერი იქნება კარგად. დიდი მადლობა. ვუერთდებით თქვენ სურვილებს. წელემაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი გახდათ მთავარი ექთანი ფატი ქავთარაძე. მადლობა რომ გვიყურეთ. ერთმანეთს შევხვდებით ხვალ 20-სა და 30 წუთზე მეგატივის არხზე. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.